მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: როცა სიტყვები შინაარს კარგავს, ადამიანები კარგავენ თავისუფლებას. ციტატის ავტორია ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-5 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი. უამრავი საუკუნე გავიდა კონფუცის შემდეგ და ფილოსოფოსები თუ მწერლები გამუდმებით ამტკიცებდნენ იმავეს, რაც კონფუციმ ერთ წინადადებაში ასახა და ერთი წინადადებით გადმოგვცა, რომ თავისუფლება უკავშირდება სიმართლეში ცხოვრებას, ხოლო სიმართლეში ცხოვრება ნიშნავს სიტყვების გამოყენებას მათი რეალური შინაარსით. ისე გამოვიდა, რომ დღეს ფაქტობრივად გუშინდელ გადაცემის თემას ვაგრძელებ. სანამ სხვების და ჩემს აზრს უფრო ვრცლად გეტყვით, რა კავშირში ერთმანეთთან სიტყვების შინაარსი და ადამიანების თავისუფლება, შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომერთდეთ აქ, ამ პლატფორმაზე. მოდი დავიწყოთ საბჭოთა კავშირის ჰიმნით, რომლის პირველი სტროფი ქართულად ასეა თარგმნილი. თავისუფალ ერთამძლე კავშირი ძმური შეუკრავს მუდმივად დიდ რუსეთის ხალხს, გაუმარჯოს ხალხთან ნებისყოფით შექმნილს, დიდ საბჭოთა კავშირს ერთიანს და მძლავრს. პირველივე სტრიქონი როგორ ტყუილს გვიყვება, სად იყო თავისუფალი ერები და მათი ძმური კავშირი. 6 სტროფიან ტექსტში 5-ჯერ გვხვდება სიტყვა თავისუფლება, რაც მიგვანიშნებს, რომ ჰიმნში ყველაზე ხშირად სწორედ ის ცნება მეორდება, რომელსაც ყველაზე მეტად ებრძოდა საბჭოთა სისტემა. სწორედ იმ სიტყვაზე არის აქცენტი, რომელიც ფაქტობრივად არ არსებულს ასახავს. სიტყვის მნიშვნელობის ამოყირავება ტოტალიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძალიან ორგანული ნიშანია. ჯორჯ ორუელის პოლიტიკურ კოშმარში, რომელიც აღწერილია მის წიგნში 1984, სპეციალური მეთოდი არსებობს, რომლის მეშვეობით მთავრობა ადამიანების გონებას აკონტროლებს. ამ მეთოდს ქვია ახალმეტყველება, ანუ ახალი ენა და მეთოდი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით. ერთი მხრივ სიტყვების რაოდენობა მცირდება ლექსიკონში, მეორე მხრივ ლექსიკონიდან ამოღებულია და იკარგება ის სიტყვები, რომელიც იმ ცნებებს ასახავს, რაც რეჟიმს არ მოწონს, მაგალითად თავისუფლება, მაგალითად სამართლიანობა და ასე შემდეგ. მესამე მხრივ სიტყვები იძენენ ამოყირავებულ მნიშვნელობას, მაგალითად წამების ცენტრს ქვია სიყვარულის სამინისტრო და ასეთი ამ წიგნში ბევრია. ერთი სასაცილო მაგალითი გამახსენდა ჩვენი ცხოვრებიდან. თუ Google-ის ძებნის სისტემაში აკრებთ სიტყვას აკაცუკი, გაიგებთ, რომ ეს სიტყვა ქართულად განთიადს ნიშნავს და იაპონურ ანიმაციურ სერიალში იმ ორგანიზაციის დასახელებაა ეს აკაცუკი, რომლის მიზანი არის ტირანის წინააღმდეგ ბრძოლა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. ეს სერიალი არ მინახავს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ დინს მოიფიქრა რუსთაველის პროტესტის მონაწილებისთვის აკაცუკების შეერქმია, ორუელის პრინციპით მოქმედებდა. ის, რაც იკეთება ბოროტებად უნდა წარმოაჩინო პირიქით. ყოჩა, კარგად მოუფიქრებიათ, ოღონდ რა შედეგს მიაღწიეს, არ ვიცი. იმიტომ რომ ერთი ადამიანიც კი არ მინახავს, ვისაც აკაცუკობას წინდეს. გამიკვირდა, როცა მიშელ დე მონტენის ესების კრებულში წავაწყდი ესეს სიტყვათა ამაოების შესახებ, რომელშიც რა ამოვიკითხე. რომში მჭერმეტყველება იმაზე ყველაზე მეტად თურმე მაშინ ვითარდებოდა, როცა საქმე ცუდად მიდიოდა და სამოქალაქო ომები რომის სიძლიერეს არყევდა. როგორც მონტენი წერს, მიზეზი ის იყო, რომ მასას უგუნურება ახასიათებს და შეგიძლიათ ლამაზი სიტყვებით ხალხი იქით წაიყვანოთ, საიდანაც გსურთ, ლამაზი სიტყვებით მოჯადოებულ მასას არ შეუძლია გონებით შეამოწმოს და შეიცნოს მოვლენათა ჭეშმარიტი არსიო. აი ამას წერს მიშელ დე მონტენი თავის ესეში. და ამ ნაწყვეტის მიხედვით მჭერმეტყველება ხალხის მოტყუების ინსტრუმენტია, რომელსაც რომშიც როგორც ჩანს მშვენივრად იყენებდნენ. სიტყვით ხალხის მოტყუებაზე ერთი ძალიან ცნობილი მოარული ამბავი გამახსენდა, რომელიც ჰანს ქრისტიან ანდერსენმა აღწერა თავის ზღაპარში და ზღაპარს დაუდო ეს ამბავი საფუძვლად. ზღაპარს ქვია შიშველი მეფე და მოგვიანებით ამავე სიუჟეტზე პიესა დაწერა საბჭოთა დრამატურგმა ევგენი შვარცმა.
ზღაპრის არსი ის არის, რომ ჩაცმა დახურვის მოყვარულ მეფეს მის ქალაქში მოაკითხავს ორი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული თაღლითი ადამიანი, ეუბნებიან, რომ ჩვენ თერძები ვართო და ისეთი სამოსი შეგვიძლია შეგიკეროთო, რომელიც ძალიან ლამაზიც იქნება, მსუბუქიც იქნება და თან ეს თვისება აქვს, რომ მას ვერ ხედავენ თანამდებობისთვის შეუფერებელი ადამიანები და უსაშველოდ ბრიყვები. მეფეს გაუხარდა, უამრავი ფული გადაიხადა იმაში, რომ ეს სამოსი შეეკერათ, იფიქრა ახლა კი დავადგენ ვინ არისო და ისე მოხდა, რომ არარსებული სამოსით შემოსეს მეფე, ყველა ერთმანეთის შიშით აქებს ამ სამოს, ისმის ესე იგი ქება, რომ ორ დიდებულია მეფის ახალი სამოსი, როგორ უხდება მანტია და ამასობაში მეფეც ვერაფერს ვერ ხედავს, მაგრამ ეშინია ამის აღიარების, რომ არ ჩათვალონ ან ბრიყვად და ან და ვთქვათ არ იფიქრონ, რომ მისი ტახტისთვის და გვირგვინისთვის შეუფერებელია, ამიტომ დადის შიშველი და მოკლედ ფიქრობს, რომ არის შემოსილი და ალბათ გვახსოვს ეს ამბავი როგორ მთავრდება. ბოლოს ქუჩაში ბავშვი დაინახავს მეფეს და იტყვის, კი მაგრამ ის ხომ შიშველია. სხვათა შორის ანდერსენის ზღაპრის ამ სიუჟეტს, რომელიც საფუძველს იღებს ესპანური ამბიდან, ძალიან ღრმა და საინტერესო გადაცემა მიუძღვნა არმენ ზაქარიანმა, რომელიც YouTube-ზე ბრწყინვალე ლიტერატურული პოდკასტის ავტორია. არ ვიცი თუ გაქვთ სურვილი, გიჩვენებთ რომ ნახოთ ეს გადაცემა. ავტორიტარული და ტოტალიტარული სისტემების ერთ-ერთი ბურჯი რომ არის ტყუილია, ეს რას იწვევს? სისტემის მმართველები მათ მიმართ ერთგულებას სწორედ იმის მიხედვით ამოწმებენ, თუ ვინ მიყვება მათ ტყუილში და ვინ არა. ვინც მზად არის, რომ ტყუილის თანამონაწილე გახდეს, რეჟიმი მას არაფერს არ უშავებს და მას თავისიანად მიიჩნევს და დანარჩენებს მიიჩნევს წრებად. ეხლა მინდა რომ ორი ადამიანი გავიხსენო, რომელიც ხსნიდა ტყუილში ცხოვრების არსს და თავის თანამემამულებს მოუწოდებდა, რომ გამიჯნოდნენ ამ ტყუილს. პირველი იყო ჩეხი დისიდენტი და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, რომლის შესახებაც გუშინ მცლად ვილაპარაკე და ახლა კი იმას ვიტყვი, რომ კომუნიზმის წინააღმდეგ მისი ბრძოლა მთლიანად ემყარებოდა სიმართლეში ცხოვრების მისსავე კონცეფციას. ის ფიქრობდა, რომ სანამ სისტემის გარეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში პოულობენ ძალას, რომ გაემიჯნონ სისტემას და გაემიჯნონ ტყუილებს და სიმართლეში იცხოვრონ, მანამ ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი რეჟიმი მშვიდად ვერ იქნება. როგორც ვაცლავ ჰაველი წერს თავის წიგნში ძალა უძალოთა, ხელისუფლების იდეოლოგია არის მოჩვენებათა სამყარო, რომელიც თავს სინამდვილედ ასაღებს. ამ სამყაროში თავისუფალი გამოხატვის შეუძლებლობა უმაღლესი თავისუფლებაა. არჩევნების გაყალბება უმაღლესი დემოკრატია. ხელისუფლების თვითნებური გამოყენება, კანონიერების დაცვა და გრძელდება ეს არის ცელი ჩამონათვალი, საიდანაც ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი გვეცნობა. მაგრამ ახლა შევწყვეტ აქ ციტატას. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როცა ამ სიტყვებს კითხულობ ადამიანი, ხვდები რამდენად გავს ერთმანეთს ყველა რეჟიმი. ეს იქნება რეალური თუ მხატვრულ სამყაროში აღწერილი და იმასაც ფიქრობ, რამდენად გასათვალისწინებელია იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც პირადად ებრძოდნენ რეჟიმს და რომელთა ბრძოლა წარმატებით და გამარჯვებით დასრულდა. არსებობს ერთი მანიფესტი, რომელიც ზუსტად იმეორებს ვაცლავ ჰაველის სიმართლეში ცხოვრების კონცეფციას. მანიფესტი 1974 წელს დაიწერა საბჭოთა კავშირში და მას ასე ჰქვია არ იცხოვროთ ტყუილით. მანიფესტის ავტორია საბჭოთა დისიდენტი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი. ახლა წაგიკითხავთ ციტატას ამ მანიფესტიდან, რომელიც სხვათა შორის ძალიან ბევრ რამეს ხსნის, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ხსნის. ძალადობა სწრაფად ბერდება, ამიტომ ის მოკავშირედ იხმობს ტყუილს. ძალადობა ითხოვს ჩვენგან არა გულწრფელ ერთგულებას, არამედ ტყუილში მონაწილეობას და სწორედ აქდევს მარტივი, მაგრამ ხელმისაწვდომი გასაღები, რომელიც გზას გვიხსნის თავისუფლებისკენ.
ტყუილში პირადი არ მონაწილეობა. თუნდაც იმას ნუ გავიმეორებთ, რასაც არ ვფიქრობთ. ჩვენი ბუნებრივი სიმხდალის პირობებში ეს ყველაზე იოლი გზაა. ციტატის დასასრული. გამოდის, რომ დისიდენტები, რომლებიც პირადად უპირისპირდებოდნენ სისტემას, გამარჯვების ყველაზე ხელმისაწვდომ გზად მიიჩნევდნენ სიმართლეში ცხოვრებას, ტყუილში არ მონაწილეობას. მაგრამ ახალ დროში ტყუილმა თითქოს ახალი ძალა შეიძინა და ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ყველგან ასეა. დაიწყო ენის და სიტყვების კიდევ უფრო ოსტატური გამოყენება სინამდვილის წინააღმდეგ, სიტყვების შევსება ტოქსიკური შინაარსით და სწორედ ეს გახდა თანამედროვე პროპაგანდის არსი სიტყვების გამოყენება სინამდვილის წინააღმდეგ. ოღონდ უკვე აღარ ვიცი, ადამიანები, რომლებიც მაგალითად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფრაზას იმეორებენ, რომ ევროპალ პება და ჩელაბინსკი ყვავის, ამას რწმენით ამბობენ თუ სისტემისთვის ერთგულების დასამტკიცებლად. ვინც ამბობს, რომ მზია ამაღლობელი კანონიერს ასჯელს იხდის, იმიტომ რომ პოლიციას გაარტყაო და აბა რა ეგონა, აბა როგორ წარმოედგინაო, ამას რწმენით ამბობს თუ მორჩილების რიტუალში მონაწილეობს. სულ მცირე ერთი გონიერი ადამიანი მაინც ვიცი, რომელიც ამბობს, რომ ტროტუარზე დგომისთვის არავინ არ დაუსჯიათ და ოღონდ ის კი აღარ ვიცი, ამას რატომ ამბობს, წამს და იმიტომ ამბობს, თუ ისიც სისტემის ქოლგის ქვეშ იმყარებს ადგილს. ასეთი ადამიანების გვერდით ერთი ბუმბერაზი დისიდენტი მეგულება დღევანდელ საქართველოში და როგორც ვაცლავ ჰაველი წერს, სისტემის შესაშფოთებლად ერთიც საკმარისია. აი რა აქვს ნათქვამი პოეტს, მწერალს ბესიკ ხარანაულს. რაც უფრო მეტი ტყუილია გარშემო, მით უფრო ვკერპდები სიმართლეში. ასე ლამაზად სხვებს არ უთქვამთ, თორემ რა თქმა უნდა, სხვებიც მეგულება დღევანდელ საქართველოში სიმართლეში გაკერპებულები. ახლა დღევანდელ ციტატას დავუბრუნდები და მოკლედ შევაჯამებ, რატომ კარგავენ ადამიანები თავისუფლებას, როცა სიტყვები შინაარს კარგავს. თუ ადამიანები სიტყვებს თავისი რეალური შინაარსით მოიხმარენ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის მეტყველება და მისი სინდისი თანხმობაშია ერთმანეთთან, მაგრამ როცა სიტყვები შინაარს კარგავს, ადამიანის მეტყველება და მისი სინდისი ერთმანეთს შორდება. ყოველ სისტემას სიმართლის მთქმელი სწორედ იმიტომ აშფოთებს, რომ ის უარს ამბობს სიტყვების შინაარსის შეცვლაზე და ესე იგი ამით უარს ამბობს მორალურ კაპიტულაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით იცავს საკუთარ სინდის და იცავს საკუთარ და სხვების თავისუფლებას. დღეს ამით დავასრულებ კონფუცის ჩემთვის ძალიან ღრმა და ძვირფას ციტატაზე საუბარს, ხვალამდე გემშვიდობებით და გიტოვებთ ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად.